პირველი მებრძოლი კლუბი ხარების წარმომადგენელი სანდრო მჭედლიშვილი. ისეხლა გამას რინგზე. ასევე ნორჩი გამას მებრძოლი. როგორც კი მაესტრომ გამოაცხადა და ნახოთ მეორე წყულში ცოლოდებით საკმაოდ აქტიურ ბრძოლას. პირველმა წყულმა საუკეთესოდ გახსნა გამას პირველი ესე რომ ვთქვათ სანახაობრივი ბრძოლა. სანდროს მეტოქე მებრძოლი ფონიჯალიდან ანრი მურადიანი. და მისი მეტოქეც აქაც იგივე არის პირველი მებრძოლი, პირველ წყულში ანუ პირველი მებრძოლი იყო ცოტა პატარა ესე რომ ვთქვათ ტანით. მისი ვიზავი კი იყო საკმაოდ დიდი ტანით, ну, ოდნავ დიდი. ამ შემთხვევაშიც ესე არის, მაგრამ ჩვენ ნახეთ უკვე პირველმა წყულმა სულ სხვანაირად დაგვანახა თავი, ზომებს მნიშვნელობა არ აქვს სპორტულ ზომებს. გააჩნია როგორ გამოიყენებ შენს ბაზას ამ შემთხვევაში უკვე კრივის ბაზას. ნახოთ გამოდის ახლა სანდროს მეტოქე გამას რინგზე და დაიწყება სულ მალე უკვე მეორე წყვილთა შორის დარწმუნებული ვარ სანახაობრივი ბრძოლა გამას რინგზე. ამ პატარა ბავშვებს როგორი მკაცებლური გამოხედვა აქვს თეგმაკვირვებს. ნახოთ ჩხუბში როგორ გაართმევენ თავს. ეს არის მაგალითი ისევე გამას მებრძოლებისა და არა მარტო რა თქმა უნდა და ნახოთ ისინი არიან ჩვენი მომავალნი. ნახოთ ახლა მისცემს უკვე პირველი წამების დაწყების საშუალებას დაიწყო კიდევაც და ისევე აქტიურად არიან ორივე. კარგია. უმიზეზო კარგი და დახვეწილი კრივი აქვს. აი ზუსტად მაგას ვამბობდი მაესტრო ზუსტად. ხონიჭალელ მებრძოლებს აღსანიშნავია უკვე მეორე მებრძოლია, რომელიც ფუტვორკით გამორჩეულად მუშაობს და გძნობს ხოთაშოვის ხო ტემპს გძნობს და იქიდან გამომდინარე თავის მეტოქის მოძრაობასაც გძნობს და იქიდან გამომდინარე თუნდაც მოძრაობს სწორედ. მიკვირს საჯმა რატო არ დათვალა ვინაიდან დარტყმისგან დაეცა, თუმცა მის კუთხიდან უკეთესად ჩანდა ეთყობა. კარგი საპასუხო სრულიან ბიჭები. მალე დასრულდება ხა პირველი რაუნდი. საინტერესო კლინჩი იყო ახლა. ჭიდაობის ილეჩი ჩატინა. პირველი რაუნდი დასრულდა. საკმაოდ ემოციურად ჩუბობენ ბიჭები, თუმცა ამით ბრძოლის სურათი მით უფრო შესანიშნავი და საინტერესო ხდება. რა მოლოდინიც გვაქვს მაესტრო ზუსტად იმ მოლოდინს ახლა ანუ მოლოდინის შეგრძნებას გვაქვს ზუსტად. მიუხედავად იმისა, მე კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ არიან პატარები, საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლა არის. კი, ძალიან თანაბარიც არის, თუმცა აი მურადიანი მინდა აღნიშნო, რომ უკეთესი ფუტვორკით გამოირჩევა ამ ბრძოლაში. რაღაც სიტყვის თქმა მინდოდა და შევჩერდი, როცა ჰაილაიტებს უყურებდი, იმ დონეზე მიმიზიდა ისევე ხომ მაგ ნახე და იგივეს რო უყურებდი, ისევე იგივე ემოციებს მიღებდი ამ ბრძოლისგან. მეორე რაუნდი იწყება საკმაოდ საინტერესო ბრძოლისა და ვნახოთ უკვე რას შემოგთავაზებენ ჩვენი პატარა ნორჩი გამას მებრძოლები. მიესალმენ ერთმანეთს და დაიწყო ისევე აქტიურად ბრძოლა. აი როგორც დაკვირვებული ვარ, არც ერთი არ ხრის თავს დაბლა, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ხოლმე მაესტრო. დამერწმუნები ალბათ დიდებში ეს რო თქვა და ხვეწილი ბრძოლის უნარიანი ბიჭები არიან. აი დაინახეთ მუცელში მიიღო დარტყმა ახლა. ჩაიკეცა, მაგრამ არა, განაცხადა რომ შემიძლიაო. არა მგონია ხო რამე პრობლემა იყოს, ალბათ კაპა ამოვარდა. ტექნიკური ხარებზი ალბათ
კაპაზე აქვს რაღაც პრობლემა სპორტსმენს როგორც ჩანს. ის არის ტექნიკური ხარვისი. სულ მალე ამას ახლა უკვე მოვაგვარებთ. ვერ აგრძელებს, ვერ გადაწყვიტა რომ არ გააგრძელოს ეთყობა, ვერ მოირგო კარგად კაპა და უბრალოდ უსაფრთხოების მიზნით ვერ გავაგრძელებინებთ. აგერ ფონიჭალელი მებრძოლის ანრი მურადიანის მწვრთნელი დღეს შემპირდა რომ 4 წაგება მიგვაქვსოთ ჩვენო 50% შეასრულა ფაქტიურად. დიახ, უკვე 2 ზუსტად მაგას გვანიშნებდა. სამწუხაროა. ამ ბრძოლაში ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვებულია ანრი მურადიანი. აი ეს ცრებლები უკვე მეც ძალიან გულზე მხვდება. არაუშავს, უფრო ძლიერი დაბრუნდება. ნუ ამ შემთხვევაში, რასაც ქვია ბრძოლაში არ წაუგია გარკვეული მიზეზთა გამო. არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება. მე ზუსტად შენს გასაგონად ვამბობ. დაუკარი ტაში ბავშვებმა იბრძოლეს. ანრი მურადიანი ფონიჭალა მოდი. მოჭა, გაიგეთ. ფონიჭალას გაუმარჯ! ჯოს! გაუმარჯ! ჯოს!